ეს ჩემს უკან კოჯრის მოჩვენებათა სახლია. ამ სახლზე ბევრი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში. მოჩვენებები, ხმები, კივილი, გაუპატიურების ფაქტი და სიკვდილი. ეს სახლი 1921 წელს დაღუპული იუნკერების სასაფლაოზე არის გაშენებული. მრავალ არტიკლში წერია, რომ აქ რამდენიმე ოჯახს უნდოდა დასახლება, მაგრამ ყველა ამ ოჯახის ბედი სიკვდილით დასრულდა. ეს ყველაფერი ხო ვიცი, რა სახლია, რა ისტორია აქვს. და რატო ავედი მაინც? ჩემი YouTube-ზე მოღვაწეობის 4 ეტაპი არსებობს. ბავშვობის, ტეტრისამდე პერიოდი, ტეტრისის პერიოდი და ამჟამინდელი. ეს ყველაფერი ხდება ტეტრისამდე პერიოდში. ჩემი ძველი არხი, რომელიც ახლა მუსიკალურად გადავაკეთე, ჩემი მუსიკები იდება, ადრე ვიღებდი რეაქციებს. და მან მე და გაბუნიას ქონა გადაღებული ვიდეო, სადაც ვარეაქტებდით კოჯრის სახლში მომხდარ ამბებს. არანორმალი იყო არხი და ისინი შევიდნენ, ათვალიერებდნენ და მე მეზედმეტა მათი რეაქციები და რა თქმა უნდა, ირონიულად მივდექი ვიდეოს. ვა, ბილა. ვა, რაღაცა ჩბილი. ვა, ბილა. შენი დედა შეომხელა რაღაცა. ტიპა აღხელას პიცარიელ მოდი ფული გადაუხადეს როიჩელი არ დაგენანოს ნო იმენა მესული მოგუკალიო რო რამეო რაზეც მოყვა ძალიან დიდი კრიტიკა თვით არხისგან, მათი კომუნიტისგან და დამიწერეს კომენტარებში რომ თუ ასეთი მაგარი ბიჭი ვიყავი, ამდგარიყავი და მე თვითონ წავსულიყავი. ახლა უკვე გადავინასოთ ტეტრისის პერიოდში. მე როდესაც შესაბამის მდგომარეობაში არ ვიყავი რომ ვიდეოში გამოუჩენილიყავი, ტეტრისის ბიჭებმა გადაიღეს ვიდეო კოჯრის სახლში. შესაბამისად მე ვერ მოვხვდი მანდ. ამიტომ დღეს არის ის დღე, როდესაც მე იმ კომენტარის ავტორებს, რომლებიც მეუბნებოდნენ რომ ადექი და შენ თვითონ წადიო, დაუმტკიცებ რომ ისტორიების მიუხედავად იმ სახლში არაფერი არ ხდება. ყოველ შემთხვევაში შევეცდები. როგორც გაიგეთ, მე ამ სახლთან მაქვს პატარა ჩემი ისტორია და დღეს მოვედი აქ და აქაურობას გამოვიკლებ. იმიტომ რომ მე ვარ თარბენიძე, ცნობილი როგორც მომღერალი სირინოსი. მან გახსნა თუფაქის საქმე. აქვევით აქვს სარდაფი. აი იქით ამხარეს არის სარდაფი. და იქით არის ეკლესია. რამე თუ მოხდა, გადავდივართ ყველანი იქით. და აქ ამ სახლს ისტორია აქვს ძალიან ცუდი რა. ხან მოჩვენებები, ხან კრიმინალი, ყველაფერი. მე არ მიჯერა. ყველანაირი შანსი გამომაზე ამ სახლში ყოფნის. მაგრამ არ მიჯერა. ძალიან სიჩუმეა. უში. ეს უკვლელობის ადგილი დაბომბი. აქაც რამოდენიმე ბომბი გდია და ძალიან ცუდი არჩევანი იყო დღეს გრძელი შარლის ჩაცმა. ჩემი კარგი ხმა გაიგე? ვერ არ გამომარო ხმა არ გაიგე? იქ რაღაც არ გამომივარდეს ახლა თორე. გუზე ხე მომადერდა. დედას ფიცა ვარ თუ არ გამეგო ხმა ძმა. ეხა მეცხოვი ხო არა? რო დავიგიდოთ. შენ გაიჩიტეთო ავტოგრაფი დამიტოვა გურამ გაბუნიამ რო იყო ბოლოს. 2-2-ია პასუხი სწორია. მიხელი არ გამოწევს. აქ ადრე ალბათ კიბეები იყო. აი ვიღაცამ კედელზე დატოვა ავტოგრაფი. შენ ძმობას ფიცა ვარ, ახლა გავიაზრე ესეთი მაგარი რაღაცა მთლიანად ავტოგრაფზე ვდგავართ. კი. ანუ ფუ რა სუნია. აუ, სუნძღნერია ბიჭო. ვახო ბოლოთაშვილო. ღნერი საჭყლეტებს ხო ეძახდი? აჰა, არ გამომადგა? ბაკუმი გესმის. ბიჭო არა, გელანდება. იქით ამ მანქანის ხმა შეჩემ. მე ვარ სული და მაშა სადამე ვარ ევროპელი. გოგია ევროპელი. დედას ფიცა ვარ რაღაცეები მისმის ძმა. შევიდე, კიდე. შედი, მიდი. ხო ხარ მაგარ, მიდი შედი. რა წოდება შედის. ვიღაც ბანაობდა აშკარად. ა? ბაზაროა. აჰ. შო, არა. შენ არ შემოდი ხარ? მე როგორ არ შემოვდივარ ძმა. ვახჩი. ფუ. რა ეს. და გენძა იცოდე. Fuck you. არც ჩამოკიდებული გოგონა, არც უშნო ქალი თეთრი სამოსით არაფერი არ მინახავს. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ნახე რაღაც ძალიან უჩვეულო. სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცივი გაუხსნელი ლუდიიდო. და რა უქენი? დავლი. თუ შენც არ გინდა რომ ასეთ ადგილებში დალიო, მე მაქვს ბარი, ლუპერს ბარი, შალვა დადიანის ერთმეტომერში, შეგიძლია მოხვიდე, გაერთო, დალიო, ითამაშო მეგობრებთან ერთად, ამიტომ გელოდები ყოველ დღე. ახლა დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ ამბავს. არაფერი აქ არ არის, ცხნერის გარდა.
დედას ვფიცა ვარ ხო თქვი ბიჭო. ხო თქვი რაღაცის არ მეკი. სხვათა შორის გრაფიტები არ მეკროვა, მაგრამ კაი გრაფიტის უნი ამზდის. რაღაცა კიდე გვაქვს ანახავი. რა? აი ჯიგარი. ვაიმე გული გამისკდა ბიჭო იქ მეგონა შუქი იყო ანთებული დედას ფიცა ვარ კაროჩი იმინა შიზოფრენია დამეწყო. აი რაღაცა მგონია რომ მიყურებს შენ ძმობას ფიცა. აი იქ ნაღდადანია შესვლა. იანათე. ხოინა. გაიგე? აქ ნეხს ჭყლეთნე. აქ. აიცი. შენი ანუ არ გიქ შემოსულ ხო? ავრასუნიაჩი. სპაიდერმენი გავაძრე იმენა. უჩვეულო არაფერი. ახლა თავზე თუ რაღაც არ მოხდა ზევიდან. გესმის ეხა? კი, იღებ. რაღაცა დარბიში. მომანათა გეხვეწები და სუქსელიანი ვარ, ხო? არა. უკანამე მაქვს? არა bro, ეს მხოლოდ შიზოფრენიის პირველი მაჩვენებლები. არა, შეჩინოქსელი. შენი დედამ როგორ შემეშინდა, ბიჭო? აუ, როგორ შემეშინდა, ბიჭო? მკვდარი მეგონა. ეს მაინც ქონდეს ანათებული. აიცი რა ხდება? ბუ. დაგენებაში. ჩვენ კიდე ერთხელ ღამე ამოვალთ და აი ღამე ვნახავთ რამე თუ ხდება. ჯერჯერობით ჩემი სკეპტიკურობა მართლდებოდა, მაგრამ მისი არ დასრულებულა და ამიტომ ისევ ავედი შუაღამეს. დავბრუნდით, ღამეა, კონკრეტულად კი პირველი საათია და ისევ შევალთ შიგნით და ვნახავთ რა ხდება. და დავწმუნდებით არის თუ არა შიგნით მართლა რამე. მოიცი სანამ შეხვდა. რა რანათელი მზეა. იმიტომ რომ დღეს ბატონი ოთარ ბენიძე. აქოთო ფიქრობს რამდენ ადგილზე შეიძლება გადახდა დაბადებისდღეს, მაგრამ სად არის ახლა? ჩემი აზრით ამ სახლს აქვს ძალიან ცუდი ისტორია. არის ძალიან ცუდ ტერიტორიაზე განაშენებული. საბოლოოდ გიჩნდება კითხვა ადამიანს, თუ ეს სახლი ასეთი ცუდია, ასეთი ისტორიები გესმის, შიგნიდან გარედან გაუბედურებულია, არაფერში არ ვარგა და არც ივარგებს 100 წელი და არც აქამდე ვარგოდა, მაშინ რატომ არის საერთოდ ამ ადგილზე ეს სახლი ისევ? პასუხი არ ვიცი. აი ეს ძალიან დიდი კითხვა არის. ეკლესიის დაქვემდებარებაში ახლა ეგ სახლი როგორც გავიგე, ეკლესია კი 10 მეტრში არის ზუსტად მეორე მხარეს ქუჩიდან. ასე ამბობენ რომ მამაუც კი არ შედისო მაგ სახლში. ერიდება ვიქაურობას. თქვენი კომენტარები მაინტერესებს, თქვენი აზრით რა ხდება რეალურად მაგ სახლში. თქვენთვის მომიდია ყველანაირი გადაწყვეტილება. და თუ აქამდე მოხვედი და არხი არ ქონა გამოწერილი, ძალიან გთხოვ რომ გამოიწერო და ვიდეო აუცილებლად დაალაიქო. და მითხარი საწავიდე შემდეგში. გავაგრძელოთ 13 ოქტომბერია უკვე გახდა 13 ოქტომბერი და საინტერესო ადგილას შევხვდი დაბადების დღეს. პირველი და ბოლო დაბადების დღე იყოს ესეთ ადგილას. და მე ვამბობ რომ მოჩვენებები არ არის აქ.